ძალიან სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ის ფაქტი, რომ ესეთი ამბები ხდება ქვეყანაში და ქალაქში და იმათი გზეიმისთვის ცალიათ და რაღაც პროცენტებს იწერენ ბრძოლაში, რომელიც არ შემდგარა რეალურად და განსაკუთრებით სამწუხაროა ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც დღეს აქციაზე ვდგავარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წევრები, რომლებიც აი ფარსში მონაწილეობდნენ, ეხლა გამოდიან და აქ თბილი კაბინეტებიდან ხალხს ეუბნებიან, რომ რა არის სწორი და რა არის არასწორი. ძალიან სამწუხაროა ყველაფერი ეს და გონია რომ აი ადამიანები ცდილობენ რომ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ ახლაც კი აი ამ რთულ სიტუაციაში და ქართული ოცნება რაზეც არის წამსვლელი ჯერ ჩვენ იმის ნახევარი არ გვინახავს მე მგონი და უფრო მეტზეც არიან წამსვლელები და მაგათგან უკვე არაფერი აღარ გვიკვირს და ახლა მაინც აი ახლა როცა ჩვენ ახლა საუბრობთ და ეს არ ვიცი როდის გავა თქვენს ეთერში იქნება ახლა მაინც მოახერხოს ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანობა იმიტომ რომ ეს არის დამატებითი გამხლეთში საზოგადოებისთვისაც და დამატებითი ფრუსტრაციის შემომტანი. მაგაზე მინდა უბრალოდ აქცენტის გაკეთება. ხა ქართული ოცნება რომ მოძალადეა და ყველაფერს რო გააკეთებს იმისთვის რომ თავიანთი სკამები შეინარჩუნონ, აი მაგაზე უკვე აღარცა ერთი წელია უკვე ერთი წელი სრულდება მაგას უყურებთ და მაგაზე დამატებით რა გითხრათ, სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი. კარგ მომავალს არ გვიკეთებს ჩვენ ივანიშვილი. ივანიშვილია ოლიგარქი. ივანიშვილს ფული უფრო ურჩევნია ვიდრე ადამიანები და ბედნიერის ცხოვრება. მარტო ფულის ავადმყოფია და მე მინდა რომ გამწყინდეს საქართველო. მეც ევროპის მოქალაქე ვარ. ვიცი როგორ ცხოვრობს ხალხი. ამერიკაში 3 წელი ვიცხოვრე. ამიტომ ზოგს ხოცებს რო ეძახიან. ამერიკა და ევროპა რო ანახო რუკაზე არ იციან. ხო და იძახიან არ გვინდა ევროპა. ერთე იგივე აქვს ამოჩემებული. არ გვინდა ომი, არ გვინდა LGBT. ასე არ არის საკუთარი. ცოტა თვალი გაახილო და იბრძოლო. დადგნენ აქ ჩვენს გვერდით. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე იმ თვალსაზრისით, რომ რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედანზე ერთად დადგა 100,000-ზე მეტი მოქალაქე ამ ქვეყნის და განაცხადა ხმამაღლა, რომ ის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, არავითარი ადგილობრივი არჩევნები არ არის. ჩემი აზრით ეს არის მთავარი გზავნილი დღევანდელი დღიდან. რაც შეეხება პროტესტი ბუნებრივია, რომ არის უწყვეტი პროცესი და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება, არ ჩამოიშლება. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული რა ბრძოლაში ვართ. ეს არ არის 1 და 2 დღის ბრძოლა. 300 დღეზე მეტი ადამიანები უწყვეტად დგანან რუსთაველზე. ეს პროტესტი ხან მეტად მასშტაბური, ხან ნაკლები, ხან მეტად მწვავე, ხან ნაკლებად მწვავე გაგრძელდება ბოლომდე.